აი სწორედ ეს არის განსხვავება ჯანსაღ და დაზიანებულ მენისკს შორის და აი ეს მოძრაობა, რასაც აქ ხედავთ, იწვევს იმ არანორმალურ ტკივილს, რაც ამ დაზიანებას თან ახლავს. რაც შეეხება მენისკს, ეს არის მუხლის სახსარი და ეს ლატერალური და მედიალური მენისკი, რომელიც მუხლის სახსრის ფუნქციონირებაში და კონკრეტულად სტრესის ამორტიზებაში მონაწილეობს და ასე ვთქვათ, იცავს სახსარს. მენისკის დაზიანებას კი როგორც წესი იწვევს უცაბედი მაბრუნებელი მოძრაობების შესრულება და ძირითადად ამიტომ არის ეს დაზიანება უფრო სპორტსმენებისთვის დამახასიათებელი. ამ დაზიანების კორექტირებისთვის კი არსებობს ოპერაციული და კონსერვატიული, ანუ არაოპერაციული მიდგომები. აქვე მოკლედ განახებთ, როგორ ხდება ქირურგიული ჩარევის შედეგად მენისკის ნაწილობრივი ან სრული დაზიანების კორექტირება. პირველი ტექნიკა არის ნაკერი, ანუ მენისკის გაკერვა და ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ დაზიანება არის ახალი და მენისკის დაზიანება არის იმ ზონაში, რომელიც შედარებით უფრო უკეთესად არის სისხლმომარაგებული. ეს ზონა არის კონკრეტულად სასახსრე ჩანთასთან ახლოს მდებარე, ანუ ამ შემთხვევაში პერიფერიული ზონა, სადაც უშუალოდ ნაკერი ედება. მეორე არის მენისკექტომია, ანუ რასაც ვიდეოზე ხედავთ, დაზიანებული ნაწილის მოცილება და ქირურგმა უნდა ეცადოს და მაქსიმალურად ნაკლები ქსოვილი მოაცილოს მენისკს, რადგან როგორც გითხარით, რაც უფრო მეტი მენისკის ქსოვილი, სტაბილური ქსოვილი დარჩება მუხლში, მუხლის სახსარი მით უფრო მალე დაუბრუნდება თავის ყოველდღიურ ფუნქციას. ამ ვიდეოზე კი ხედავთ, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი ართროსკოპიის დროს. აი ეს ქსოვილი, რასაც ხედავთ, თეთრი ქსოვილი არის მენისკი და ქირურგი ახლა პერიოპერატიულად აფასებს, სანამ პროცედურას დაიწყებს მენისკის დაზიანებას და მის ხარისხს.